Ნამდვილად ეს 23 საათიანი პროცესი, რომელმაც ყველა პროცედურული, ესე ვთქვათ, დანაწესი და სტანდარტი დაარღვია. იყო ალბათ ის ბრძოლა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას უნდა თქვათ ებრძოლა და დაენახებინა 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის და მოსახლეობისთვის ზოგადად, რომ მათი უფლება შესაძლოა არ იყოს დაცული სასამართლოში სწორედ იმ დროს, როდესაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა და ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ბრძოლა არ ჩერდება, ჩვენ ვეძებთ სხვა გზებს, სამართლებრივ გზებს, რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ასეთი, რომ თქვენ ახსენეთ ევროპული სასამართლო, ეს არის ნამდვილად ხედავთ, რა თქმა უნდა, პოტენციალს ამ საქმეში, ამ სასამართლოში წაღების და ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მიმართულებით, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ისეთი საქმე იყო, როდესაც ყველა ხედავდით შავს თეთრზე, 2 მილიონზე მეტი ადამიანი ვიყავით ჩართულები, ეს არ იყო რაღაც ჰაერიდან მოტანილი ნივთმტკიცებულებები, ეს იყო კარგად დასაბუთებული, მტკიცებულებებით სავსე და თვითონ მოწმეებით, ესე ვთქვათ, გაჯერებული, ძალიან კარგი პროცესი, ძალიან საჭირო პროცესი და არავის არ შეუძლია რეალურად თქვას ის სიტყვები, რაც აქ მოსამართლეებმა აი ამ სხდომაზე თქვეს, რომ ისინი ვერ ხედავდნენ წერტილს. აი განსხვავება სწორედ ეს იყო თეთრი წყაროს მაგალითიდან, რაც ასევე მინდა ვახსენოთ, თეთრი წყაროს სასამართლომ, როგორც ალბათ ძალიან ბევრმა იცის, გადაწყვიტა, რომ მართლაც დაირღვა. კი, ნამდვილად ეს იყო ის რაღაც ნამდვილად ეს იყო ის სინათლის სხივი, რომელსაც იქიდან ქვესკნელიდან ნამდვილად ყველა ველოდით და აი აქ სწორედ ეს გადაწყვეტილება რომ დაიდო, მან დავინახეთ საზოგადოების როგორ სჭირდება ესეთი სასამართლო რეალურად. ანუ ადრე ვამბობდით, რომ აი როგორ ვითხოვთ ამ რეფორმებს, ხო, როგორ შეიძლება მოვითხოვოთ რაღაც სტანდარტი, როდესაც ჩვენ ეს სტანდარტი არ ქონია დიდი ხანია საქართველოში. როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ თქვას, რომ ეს მინდა, როცა არ იცის რეალურად ეს რა არის. ხო, არ დამოუკიდებელი სასამართლო. ამიტომ როდესაც ეს მაგალითი დღეს უკვე დაიდო და გვაქვს, აი ძალიან კარგი მაგალითია ზუსტად, რომ დღეს უკვე ვიცით, რომ აი ესეთი სასამართლო გვინდა, რომელიც პირდაპირ შეხედავს ზუსტად აი ამ მტკიცებულებებს და ექსპერიმენტის შედეგად აი ძალიან ბევრს გააკეთებს იმისთვის, რომ საჯაროდ გამჭვირვალე დადოს ის შედეგი, რაც მოსახლეობის უფლებების დაცვას ეხება.